სანამ ზოგადად ვიდეოზე ვისაუბრებ, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ Instagram-ის გვერდი იქნება ჩემი აღწერაში, რა თქმა უნდა. იქ ზოგადად პასუხობ ყველას ხოლმე, ანუ თუ რამე შეგჭირდება დახმარება, შეგიძლიათ მომწეროთ იქ. ან თუ არა და მაშინ ასევე მაქვს Discord-ის ჯგუფი, რომელიც იქნება აღწერაში და შეგიძლიათ იქ შემოხვიდეთ და თუ რაღაცა გაინტერესებთ, იქვე იქნება, შეგიძლიათ იკითხოთ. ასევე ზოგჯერ მე შემოვალ, სხვა ადამიანები დაგეხმარებიან, რა თქმა უნდა. ვეცდები რომ გავაკეთო ასევე სხვადასხვა ჯგუფები, ანუ ჩენელები მაქვს Discord-ში, სადაც შეგიძლიათ რომ აჩვენოთ თქვენი პროგრესი, ასევე აჩვენოთ ის თუ სად იყავით და სად მოხვიდით ეხლა. ასევე იქნება სხვადასხვა ჩენელები, რა თქმა უნდა, რაც იქნება დაკავშირებული ცხოველებზე, ან შეიძლება იყოს ფინანსებზე, არ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა. ვეცდები რომ ყველაფერი ჩავუკვეხო, ესე იგი ჩვენს Discord სერვერზე. ხოლო ახლა კი რაც შეეხება ზოგადად მთლიანი ვიდეო, შეეხება რა თქმა უნდა Black Pills, Red Pills და ასევე რომელიც არის Blue Pill. ზოგადად ყოველთვის არსებობდა Black Pill და ასევე, Black Pill კი არა, ანუ Red Pill და ასევე იყო Blue Pill. ესენი წამოვიდა მატრიციდან, ანუ Pyrmid Wars-ები გამოვიდა 1999 წელს და ვეცდები რომ სამივე აგიხსნათ, ესე იგი ჩემს ენაზე და ასევე ისეთ ენაზე, რაც მე გამიგია YouTube-შიც ასევე წამიკითხავს და მოკლედ ყველანაირად ვეცდები რომ ავხსნა ძალიან მარტივად. დავიწყებ მოდი ალბათ Black Pill-დან, იმიტომ რომ Black Pill იყო ყოველთვის პირველი რაღაცა, რაც შემოვიდა, უბრალოდ ეგ იყო ისეთი წამალი ან ფილი, რაც ეძახიან, რომელიც შემოვიდა Red Pill-ის და Black Pill-ის, უბრალოდ Blue Pill-ის შემდეგ. აი ორივე რო ბუთი იწყება, ყოველთვის მე როა ხოლმე, ესე რომ იმედია არ შემიჩნევთ მაგას თუ შემეშლება, მაგრამ დავიწყოთ ახლა და ვეცდები რომ ავხსნა პირველი ეგ. ალბათ კარგი ამბავი არის, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ორივე ხელი მაქვს თავისუფალი და ეს იქიდან გამომდინარე რომ ნახე ორი ხე და არიან ძალიან ახლოს ერთმანეთთან, ანუ სანამ ვიდეოზე დავიწყებ, მაინც მინდა რომ ვისაუბრო ამაზე და ჩავაკვეხე ესე რომ ტელეფონის შუაში. იმ შემთხვევაში თუ ქარი არ დაუბერავს, რა თქმა უნდა, არ ჩამოვარდება ტელეფონი და იქნება ყველაფერი კარგად, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაუბერავს ქარი, დავარდება ტელეფონი ძირს და ეგ იქნებოდა ეგ. ასევე იმედია ვიღაცა არ გამოიხედავს საკეთ, იმიტომ რომ ისე ჩანს თითქოს ველაპარაკები ორ ხეს. და რაც არის, მაგრამ ეხლა მინდა ვისაუბრო რა არის, ანუ შავი ფილი, Black Pill და ასევე ვიდეოს ბოლოში შეიძლება გავაკეთო მსგავსი ფილი მეც, ანუ რომელიც იქნება ჩემი community-ის და ვეცდები რომ რაღაცები, დავუმაგრო მაგას და მოკლედ გავხადო კარგი. ასევე გამოდის რომ ორი მაყურებელი მწყავს, ხეს ვესაუბრები ორივეს და შესაბამისად მოისმენენ ესენიც, მაგრამ Black Pill მოკლედ რა არის? არის Black Pill ისეთი რაღაცა არის, რომელიც როდესაც დაიბადები, მაგას უწოდებენ ხოლმე ინსელებს ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ დაიბადებიან ყოველთვის მახინჯები და ამ შემთხვევაში ისინი ფიქრობენ, რომ ინსელი ხარ დაბადებიდანვე და ასევე შენი ბედი არის განსაზღვრული, ესე იგი დაბადებიდანვე, რადგან თუ მაგალითად ეხა გენეტიკა გაქვს ძალიან ცუდი, თუ მშობელი ყავს მაგალითად ცოტა მოდი არ მინდა რომ ძალიან ცუდად გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება მახინჯი იყოს, შეიძლება არ იყოს ისეთი ლამაზი, როგორც სხვა მშობლები არიან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შვილიც გამოვა დაახლოებით მსგავსი. აქედან გამომდინარე, Black Pill-ები ძირითადად ვინც არიან, ამბობენ ყოველთვის, რომ წინასწარ არის განსაზღვრული შენი ბედიც, წინასწარ არის განსაზღვრული ის, ვისთან ერთადაც იქნები და მსგავსი რაღაცები, ყოველთვის ცდილობენ, რომ არაფერი არ გააკეთონ, იმ შემთხვევაში თუ კუნთები არ აქვთ მაგალითად და არიან ძალიან როგორც ვთქვა, მშრალები, არ აქვთ არანაირი კუნთი, არ აქვთ არანაირი ცხიმი, საერთოდ არაფერი და არიან სუსტები, ხო? ან შეიძლება მსუქანი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა მაგას. ამ შემთხვევაში ისინი ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა შეცვალონ, იქნებიან ყოველთვის ისეთები, როგორც დაიბადნენ, არაფერი მათ არ უშველის და ასევე ცდილობენ ზოგიერთი რომ გაიკეთონ პლასტიკური ოპერაციებიც, თუმცა ისინი მაინც ფიქრობენ, რომ არიან მახინჯები და არაფერი მათ არ უშველის. ამიტომაც, როგორც ვთქვა, ნიჰილისტები არიან ბრჭყალებში, იმიტომ რომ სად ეგრეც არა, მაგრამ თავს არ იკლავენ ყოველ შემთხვევაში, თუმცა გადაიქცევენ ინსელებად და შემდეგ ხდება მოკლედ ცუდი რაღაცები. ბევრი ახალი ნიუსები უბრალოდ მინახავს, სადაც ინსელები დადიან ხოლმე და ხალხს ზულიან, ინსელებს ასევე ძალიან სძულს, ზოგს ქალების ზულს, იმიტომ რომ ყურადღებას არ აქცევს არც ერთი ქალი მაგათ, ასევე ინსელებს ძალიან ზძულს ბადიბილდერები და ესეთი ადამიანები, რომელსაც ჩადებს უწოდებენ, იმიტომ რომ ჩადი არის ზოგადად ლამაზი კაცი, რომელიც შეიძლება იყოს დაკუნთული, შეიძლება ჰქონდეს ასევე კარგი ფინანსები და ამიტომაც ზულთ ისინი, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ისინიო, ესე იგი ჩვენ Black Pill-ებს გვართმევენ სხვა გოგოებსო, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენიო, თუმცა რა თქმა უნდა ეგრე არა, იმიტომ რომ Black Pill-ები ვინც არიან, ზოგადად იბადებიან ცუდი შეხედვილობის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ თავი არ გაენვითარეს, ასაც ისინი არ აკეთებენ, ვერც ერთი გოგო მაგათთან უბრალოდ ვერც მივა. კაი, მოდი ახლა ვისაუბროთ Blue Pill-ზე, იმიტომ რომ ესენი არის ყველაზე ისეთი წამლები, რომლებიც Red Pill და Blue Pill არიან უფრო ცნობილი წამლები. შავი ფილი კიდე დიდი, Black Pill ისეთი არაფერი არა. კი არის, თუმცა ეგ უფრო ახალი შემოსული არის და შესაბამისად უფრო მეტ მაიცის Black Pill და ასევე Red Pill და Blue Pill უბრალოდ. თუმცა მოდი დავისაუბრო ახლა Blue Pill-ზე, Blue Pill რაც არის, Blue Pill შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება 99%, 98% იყოს Blue Pill, იმიტომ რომ ეგენი არიან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მიყვებიან სოციუმის
ვინც კი ქარს უბრალოდ ანუ უბრალოდ წყალს მიყვებიან, ანუ სადაც წყალი წაიღებს, იქეთ წავლიან ეგენიც. ანუ ძირითადად ეგენი არიან დამოკიდებული საზოგადოებაზე, რასაც საზოგადოება გააკეთებს, აკეთებენ იმას. აი მაგალითად ეხა LGBT-ზე რო ეტენებიან ხალხი ერთმანეთს, ეგენი არიან ძირითადად ბლუფილი ადამიანები, იმიტომ რომ არ უნდათ რომ რაღაცა აწყენონ უმრავლესობა, შესაბამისად უმრავლესობაში ყოველთვის შედიან და მას არ ცილდებიან, რადგან ფიქრობენ რომ უმრავლესობას თუ მოცილდნენ, ამ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან ესე იგი საზოგადოების წევრები, რა თქმა უნდა, და ამასთან ერთად მათ როგორც თქვა, პატივიც არ ექნებათ არავის და ასე შემდეგ. ამიტომაც ცდილობენ რომ ყოველთვის იყვნენ ესენი საზოგადოებასთან. შესაბამისად, როდესაც გაიხედავ ახლა გვერდზე, რა ვიცი, ან იქეთ გაიხედავ, ან აქეთ გაიხედავ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაგას, ყოველთვის ბლუფილერები არიან ეგენი. ანუ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც ისეთი არაფერი არ გააჩნიათ, არიან ცხოვრობენ ჩვეულებრივ სახლში, ყავთ ჩვეულებრივი მანქანა, არ მუშაობენ რაღაცა დიდ სამსახურებში და ასევე არ არიან ძალიან დაკუნთულები, ანუ ისეთები არიან, ვისაც ცოლი ყავს, შვილი ყავს და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა ცუდი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ისინი არ მუშაობენ მაგალითად ისე როგორც red pill-ები, აი ფინანსებზე, ასევე არ მუშაობენ მაგალითად როგორც თქვა, ბიტკოინებს არ ყიდულობენ მაგალითად. და ზოგადად ანუ stock market-ზე, როგორც მე პირადად ვერ ერკვევი არ ისინი, იმიტომ რომ მეც როგორც ჩანს ისეთივე ბუმერი ვარ, როგორც არიან ეს ბლუფილელები. თუმცა ხო რა, ანუ black pill და blue pill დაახლოებით იგივე რაღაცა არის, თუმცა განსხვავება ამაში ის არის, რომ black pill-ები არიან ძირითადად ინსელები და არიან ასევე blue pill-ები, რომლებიც არიან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთები როგორც მე ვარ მაგალითად, ანუ ძალიან რაღაცა სასწაული არაფერი და ამის შემდეგ აქვთ ანუ ჩვეულებრივი სამსახური, ჩვეულებრივი ასე შემდეგ ცხოვრება რა. და ყველაზე მთავარი არის რა თქმა უნდა red pill, იმიტომ რომ red pill-ზე ლაპარაკობს ძალიან ბევრი ადამიანი. აი red pill-ები წამოვიდა სნიკოს შემდეგ, წამოვიდა ეგენი Andrew Tate-ის, ასევე Tristan Tate-ის და სხვა ესეთი ადამიანების შემდეგ, ვისაც რა თქმა უნდა ვახსენებ ახლა ან ვინც მახსოვს საერთოდ. არა რა, აქ რაღაცა კიდე მინდა რომ იდგას თორე ძალიან, პრინციპში არ ვჩანო რა მარტო თავი მიჩანს, მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ ორივე ხელი მაქვს თავისუფალი და არც მაჯები არ მეყლებოდ არაფერი, ამიტომაც ალბათ კაია. მაგრამ მოდი ახლა ვისაუბროთ ბარემ red pill-ებზე, ანუ რაც არის ყველაზე პოპულარული წამალი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე მგონი ტელეფონი ცოტა მოხრილი არის, თუმცა არ მგონია რომ ეგ პრობლემა იყოს. კაი. red pill-ებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, ეგ არის ყველაზე პოპულარული წამალი და ამ შემთხვევაში ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ძალიან ბევრს, ასევე არიან ძირითადად მილიონერები. ისინი ასევე თავს უწოდებენ 1%-ს და ამასთან ერთად red pill-ები ვინც არიან, ძირითადად ეგენ დაკავებული არიან კრიპტოთი, რა ვიცი, ტრეიდინგით, კიდე რა იყო. Shopify-ზე როცა არის რაღაცა ყიდვა-გაყიდვები და ასე შემდეგ. ასევე ისინი არიან ძირითადად დაკუნთულები, შეიძლება ყავდეთ ერთი ან მრავალი გოგო. რა თქმა უნდა, ამაზე კიდევ უფრო გამოვაგრძელებ საუბარს, იმიტომ რომ ცოტა მნიშვნელოვანი თემა არის, როცა red pill-ზე ვსაუბრობ და ასევე კიდე რელიგიაზე უნდა ვისაუბრო, ანუ მუსლიმობაზე უფრო კონკრეტულად, იმიტომ რომ ქრისტიანობასთან ასე ვთქვათ, არანაირი კავშირი არ აქვს ამ red pill-ებს. რამდენიმე ხნის წინ თუ ორსები ერთი ან ორი კვირის წინ გამოვიდა რაღაცა red pill-ების მეფე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ესე ეძახის როგორც ვიცი თავის თავს და ტიპონ დაწერა მსგავსი რაღაცები, ანუ ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ არც წამიკითხავს და არც მაინტერესებდა, როცა ორი რაღაცა წავიკითხე. პირველი, რაც იყო, არის ის, რომ ფული იშოვეთო და მეორე, რაც იყო თავის სიაში, იმისთვის რომ გახდეთო ტოპ ადამიანი და ტოპ კაციო და იყოთო red pill-ერი, ანუ მთავარი red pill-ერიო, ამისათვის საჭიროა ფული შოვნა, რა თქმა უნდა, ბევრი ცოლი და ამასთან ერთად უნდა იყოთ ისეთი კაცი, ვისაც არ შეუძლია შვილეს ყოლა. ანუ ტიპი გამოვიდა და პირდაპირ ამბობს, რომ როგორ თქვა, კვერცხებიო მოიჭერითო ფაქტიურად, იმიტომ რომ არ არის საჭირო, ანუ შვილის ყოლაო. შვილის ყოლა იმიტომ არ არის საჭირო, რომ როდესაც შვილი ყავსო, ამის შემდეგ შენ რა თქმა უნდა ვერ იცლი საკუთარი თავისთვისო, ანუ ყავსო ცოლიო, ყავსო შვილიო და არა გაქვსო საკუთარი თავისთვის დრო, ანუ შესაბამისად ფულსო ვერ იშოვიო მაგალითადო, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა მიხედო შვილსო, ასევე ვერ იშოვი ფულს, იმიტომ რომ ცოლს უნდა მიიცეო ფულიო, ასევე ის მას უნდა დაეხმარო და ასე შემდეგ, ანუ ყოველთვის უნდა იყო, ესე რომ ვთქვათ, მიჯაჭვული მარტო ბიზნესზე და არ უნდა აკეთო სხვა არაფერი გარდა ფულის შოვნისა და გარდა მანქანებისა და გარდა მატერიალური რაღაცებისა. ანუ მე εμას არ ვამბობ, რომ მატერიალური სიმდიდრე ზოგადად ცუდი არის, იმიტომ რომ პირადად ვფიქრობ, რომ ერთხელ ცხოვრობთ მაინც და არ უნდა მიუძღოთ საკუთარი ცხოვრება რაღაცა ისეთ ზებუნებრივი ძალას, რომელიც ჩვენ არც ვიცით არსებობს თუ არა. დიდი ვარაუდით ანუ მივხვდეთ უკვე რასაც გულისხმობთ, თუმცა თუ რა თქმა უნდა თქვენ ეგრე გინდა ცხოვრება, არ არის პრობლემა, ანუ შეგიძლიათ ეგრე იცხოვროთ. მე იმას არ ვამბობ და მე ასევე არ ვეუბნები ხალხს, რომ არ გააკეთოთ რაღაცა კონკრეტული, ანუ
ვისაც უნდა იქნება რელიგიური, იმიტომ რომ რელიგიის დახმარებით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ჩნდება ზოგადად ცხოვრებაში, აი ეგ არის კარგი, იმიტომ რომ აქვთ შიში, ასევე ჯოჯოხეთის აქვთ შიში, ზოგადად რელიგიის და სამოთხის და შესაბამისად არიან კარგი ადამიანები ზუსტად რელიგიის გამო. თუმცა მე პირადად ვფიქრობ, რომ ჯობია, ანუ ამ ცხოვრებაში რაღაც ერთხელა ვარ, გავაკეთო რაღაცა, რაც მატერიალურ როგორ თქვა, ბედნიერებას მომიტანს და არა მაგალითად ეხლა ვიცხოვრო ქუჩაში რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება და არც არავინ ისი შეიძლება თუ არ შეიძლება მომდენო ცხოვრებაში მოხდეს რაღაც ანზესაში ან კიდე ჯოჯოხეთში. მაგრამ მაგაზე ხა არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა, უკვე იცით ერთი რაღაცა რაც გითხარით ამაზე და რაღაც რელიგიაზე ვსაუბრობ, მაგრამ მინდა რომ გითხრათ თუ რატო იყენებენ ძალიან ხშირად ეგრეთ ფილერები, მით უმეტეს ნიკო, მით უმეტეს თეითი და სხვა ადამიანები ზოგადად მუსლიმს. მოკლედ ალბათ ბევრმა ადამიანმა იცით, ან შეიძლება არ იცოდეთ, ან კიდე შეიძლება მე ვცდები და შეგიძლიათ რომ შემიძლიათ კომენტარებში, რა თქმა უნდა, მუსლიმური რელიგია ზოგადად არის შედარებით უფრო აგრესიული რელიგია, ანუ მე ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ისტორიიდან არის, რომ ყოველთვის ცდილობდნენ ისინი რომ ძალის დახმარებით გადმოებირებინათ სხვადასხვა ადამიანები ან სხვა ერით უნდაც აი ამ უბრალოდ მუსლიმურ რელიგიაზე. და ქრისტიანების რა თქმა უნდა ეგეთები იყვნენ, თუნდაც ავიღოთ, რა ვიცი, ჩვენი ჯვაროსნული ომები და ბევრმა ადამიანმა ცუდად გამოიყენა ეგ რა თქმა უნდა, პაპმაც და ასევე სხვებმაც, თუმცა ეგ არ არის მთავარი სათქმელი. ამ მთავარი სათქმელი არის ის, რომ როდესაც ეს ადამიანები ხდებიან მუსლიმები, ისინი ამართლებენ საკუთარ საქციელს, იმიტომ რომ არიან ისინი მუსლიმები. ასევე ბევრი ადამიანისგან ისიც გამიგია, რომ ეგეთი ადამიანები მაგალითად როგორც სნიკო არის, როგორც სხვა ადამიანებია, ნუ სნიკო არ არის პედოფილი, მაგრამ სხვები ხო არიან, ვინც შეიძლება იყოს მუსლიმი, ვინც შეიძლება იყოს სხვა რელიგიის და ასე შემდეგ. მაგრამ ეგენი ამართლებენ ძირითადად მაგალითად პედოფილი როცა იყოს შეიძლება იყოს ადამიანი და ისინი იტყვიან მსგავს რაღაცას. ანუ ერთ-ერთი არის ძალიან კარგი მუსლიმი პოდკასტერი, ესე რომ ვთქვა და იმ ადამიანმა თქვა, რომ მუჰამედმაო 9 წლის ბავშვთანო დააკავაო რაღაცა ინტიმური კონტაქტიო, თუმცა ეგ არ ჩაითვალაო ინტიმურ კონტაქტათო და მაგას ჩვენ აგრე არ ვიღებთო, რადგან ის 9 წლის ადამიანი გონებრივათო, ანუ განვითარებული იყო და ასევე განვითარებული იყო ფიზიკურად, რაც რეალურად მას იღებს, ანუ ბავშვობის ასაკიდან და გადმოყავს ის უკვე დიდობის ასაკში. შესაბამისად, მაგას ჩვენ არ ვთვლის როგორც პედოფილია და ამიტომაც ამართლებენ ასე რომ ვთქვათ მაგ საქციელს. მე პირადად ამასთან დაკავშირებით არანაირ აზრს არ ვიტყვი ამ ვიდეოში, თუმცა ეგ არის ანუ ის რომ ამართლებენ ესენი ცუდ საქციელებს, ასევე ისინი ამბობენ იმასაც რომ უნდა ყავდესო კაცო ძალიან ბევრი ცოლიო, რადგან პრინციპში არ ვიცი ალბათ, იმიტომ რომ ისინი მოგხედავენო და იქნებიან როგორც შენი slave, რაც არის slave ინგლისურად. მონები იქნებიან შენიო. ასევე კიდე რატომაც იყენებენ ისინი ყურანს ძირითადად არის ძალიან ბევრს, ანუ წაკითხული არ აქვს. არ აქვს შესაძლებელი დამემორდა, მაგრამ მაინც მოკლედ ძალიან ბევრს წაკითხული საერთოდ ყურანი არც აქვს. აი მაგალითად ეხა ე딘 როსი იყოს თუ გინდა, მაგ ადამიანს წაკითხული ყურანი საერთოდ არ აქვს. ანუ ერთ რაღაცას ვერ გეტყვის ყურანიდან, ერთ წინადადებას ან თუნდაც სიტყვა იყოს. ასევე ნიკოსაც წანაკითხი არ აქვს ყურანი, შეიძლება ეხა კითხულობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დესტინი ალბათ იცით, მაგ ორმა ადამიანმა ანუ კონტაქტი გააკეთეს ერთმანეთთან, ისაუბრეს რაღაცაზე და დესტინი მკითხა ერთი რაღაცა მაინც მითხარი ყურანიდან რაც წაიკითხეო და ტიპმა ვერაფერი ვერ თქვა საერთოდ, ანუ ხმა ვერ ამოიღო, იმიტომ რომ არ გეტყვიო რა, ანუ კითხულობ, მაგრამ არ გეტყვიო. მოკლედ შეიძლება ეხლა ძალიან წელავ ამ ვიდეოტობა რაღაცების საუბრით, იმიტომ რომ ხან რელიგია შევეხები, ხან ქრისტიანობას, ხან მე კიდე ვიღაცა დესტინის, ნიკოს და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად ეგენი არიან, ვინც ავრცელებს ამ რედფილობას და მე კიდე გამოდიან იდიოტი, საქვია, ბიჭები ზოგიერთი ძალიან ბევრი არის და მართლა უჯერებენ ასეთ ადამიანებს, ანუ ტიპები მართლა იჭრიან კვერცხებს, აი რეალურად იჭრიან კვერცხებს, იმიტომ რომ შვილები არ ყავდეთ და გოგოსთან მარტო იმიტომ იყვნენ, რომ ინტიმური ურთიერთობა დაამყარონ მაგათთან და შემდეგ მიაგდონ. აი მხოლოდ აი მართლა ამიტომ არიან გოგოებთან ეგეთი ადამიანები. არ ვიცი, ანუ არაფერზე არ ფიქრდებიან, იმედია ჩემთანაც არ არიან ეგეთი ადამიანები და იმედია რომ ჩემთან განსხვავებული ხალხია, მაგრამ დავიჯერო რომ ხალხი არაფერზე არ ფიქრობს საერთოდ და აი ყველაფრის გარეშე ენდობიან, ანუ ამ red pill king-ებს თუ რა ხდება არ ვიცი მართლა. ზოგადად რედფილობა არა მარტო ის იყო რომ კუნთები დაიყენეო, არა მარტო ის იყო რომ ფული იშოვეო, არა მარტო ის იყო რომ ზოგადად როგორც ვთქვა, ანუ ხალხში რო გახვალ, იყავიო ცნობილი ადამიანიო, იყავი ისეთი ადამიანი, ვინც გაფასებსო და ასე შემდეგ. ანუ რედფილობა იყო ყველაფერი კარგი და ზოგადად რედფილობას უძახიან ისეთ რაღაცას, რაც არის მოშორებული საზოგადოებიდან. ანუ საზოგადოებაში გულისხმობ მაგალითად ეხა როგორც ვთქვი, ბლუფილ ადამიანები ყოველთვის მიყვებიან ქარს და წყალს, ანუ მათ დიდად არაფერი არ აინტერესებთ და სადაც წავა საზოგადოება, მიდიან ისინიც იქეთ. მაგრამ რედფილერებსაც შეეხება, ესენი ყოველთვის არ ეყრდნობიან საზოგადოებას, ანუ გაღვიძებულ ადამიანებს ეძახიან რედფილერებს და ისეთებს, ვინც საკუთარი დასკვნები გამოაქვს. თუმცა
ძალიან შეიცვალა ეხა ეგ, ანუ ყველაფერი მაგრეთ ფილს რაც შეეხება დაყრდნობილი არის ისლამზე და ასევე დაყრდნობილია იმაზე, რომ შვილები არ ყავდესო, ოჯახი არ შექმნაო, მარტო იშოვეო ფულიო და ბჭყალებში fuck bitches და ეგ არის ესე იგი მთელი red pill-ია ამჯერად, მაგრამ როგორც ფემინიზმი იყო ადრე მართლა კარგი იყო red pill და მეც ვამბობდი რომ ვარ red pill-ის წევრი თქო, მაგრამ ეხლა უკვე დაკარგული მაქვს ძალიან იმედი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად აღხსენი, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ავირიესავით, ვეცადე რომ ყველა დეტალი რაც მე ვიცი ხა და რაც მე გამიგია სხვადასხვა იუთუბერებისგან, ეგ იქნება სნიკო, თეითი და ასე ე딘 როსი და ასე შემდეგ. ე딘 როსი ზოგადად ვინ უყურებს საერთოდ არ ვიცი, იმიტომ რომ მაგაზე დებილი ადამიანი არ მინახია. არიან კი რა თქმა უნდა ხა ზოგი შტერი ადამიანია, ზოგი ესა მაგრამ ე딘 როსი რო არის ეგეთი მართლა არ მინახია არავინ. ტიპი ვერაფერში ვერ erკვევა საერთოდ. და არ ვიცი მაგას ხალხი როგორ უყურებს, ან როგორ უყურებს სხვა ადამიანებს, თუმცა მაინც. ეხლა კიდე რაც შეეხება იმას, რაც მე მინდოდა რომ გამეკეთებინა საქართველოში, ანუ მსგავსი რაღაცა, როგორც არის red pill, black pill და blue pill. მაგრამ მე მინდა რომ დავარქვა ამას white pill, ანუ თეთრი კაფსულა, ან თეთრი წამალი, რაღაცა მსგავსი მოკლედ. რადგან და ეს ახლა როგორი იქნება, ანუ ეს იქნება დაახლოებით მსგავსი რაღაცა, როგორც არის red pill, თუმცა იქნება შერეული blue pill-თან. იმიტომ რომ red pill-ები ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფული იშოვეო, დაიყენე კუნთებიო, კარგი სხეულიო, იყავი ჯანმრთელი, სახლი იყიდე, ფულზე იმუშავეო და მოკლედ ყველაფერი კარგი, მაგრამ ასევე საზოგადოებისგან რა თქმა უნდა გამოდიოდა, იყავი რაღაცა 1%-ში ან 0.01%-ში და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის ძალიან კარგი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მე არ ვემხრობი იმ ფაქტს, რომ უნდა ყავდეს 10 ცოლი, არ უნდა ყავდეს საერთოდ შვილები, უნდა მოიჭრა კვერცხები და ასე შემდეგ. ანუ მე მაგას არ ვემხრობი, მაგრამ blue pill-ებს რაც შეეხება, blue pill-ები არიან ესეთი ადამიანები, ვინც არის სულ ჩვეულებრივი. და მაგათ ურჩევნიათ რომ ყავდეთ ცოლ-შვილი, ასევე ურჩევნიათ რომ ყავდეთ ოჯახი ზოგადად და არ უნდათ რომ ჩამოშორდნენ ამ ტრადიციულ რაღაცებს, მაგრამ red pill ძირითადად ეგ უკვე აღარ არის, ანუ ძალიან შეიცვალა. შესაბამისად მინდა რომ იყოს მსგავსი რაღაცა ჩვენი white pill, ანუ ორივეს ნარევი, თუმცა კარგი აღებული ყველაფრისგან. და რა იქნება ახლა ჩვენი white pill, ანუ white pill როცა ადამიანი იქნება, ძალიან არ მინდა ისე იყოს თითქოს კულტს ვაკეთებ და ვაკეთებ ისეთ რაღაცას, ვითომ მინდა რომ ჯარი შექმნა, ესე იგი ამ white pill-ების ან რაღაცა მსგავსი, ანუ ეს არის უბრალოდ ჩემი ესე ვთქვათ რაღაცა წამოწყება, ანუ გინდა წამოყვები, გინდა არ წამოყვები, ეგ რა თქმა უნდა შენზეა დამოკიდებული და არავის არაფერს არ ვაძლევ. რელიგიას არ ვქმნი, კულტს არ ვქმნი და მსგავს რაღაცას არ ვაკეთებ. ანუ ეს არის უბრალოდ საკუთარი თავის განვითარების მსგავსი მცდელობა, როგორც მაგალითად იყო ადრე red pill, თუმცა ეხა შეიცვალა. არ ვიცი ზოგადად white pill არსებობს თუ არა, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში როცა დავგუგლე არ მინახავს მსგავსი რაღაცა. ამიტომაც white pill-ის დროს იქნები ფიზიკურად კარგი ადამიანი, ანუ ძლიერი იქნები და მსგავსი რაღაცა, ასევე იქნება სამსახური, იქნები რაღაცა ბიტკოინებზე ჩართული, ტრეიდინგი და მსგავსი რაღაცები, ანუ ფინანსები იქნება კარგი, ასევე იქნები ძალიან კარგ ტანზე. და მოგინდება რა თქმა უნდა გქონდეს ოჯახიც, ცოლ-შვილიც, ასევე მოგინდება ზოგადად გქონდეს სახლი, რა თქმა უნდა მატერიალური მსგავსი რაღაცები, ანუ დასალკევებული არ იქნება ესე იგი red pill და blue pill. იმედია მე ხდით ახლა რასაც ვამბობ, ანუ ეს რაც მახსენდება მას გეუბნებით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ რა თქმა უნდა გინდათ რაღაცა დაამატოთ, ამ შემთხვევაში შემოდით ჩემს Discord ჯგუფში და იქ რა თქმა უნდა უფრო მეტ რაღაცაზე ვისაუბრებთ და შეგვიძლია რომ იქვე დავამატოთ სხვადასხვა რაღაცები, ანუ თუ ვინმე კარგ აზრს მომცემს, შემდეგ შეგვიძლია რომ უკვე ვიყოთ white pill-ის წარმომადგენელი წევრები ჩვენ და არა მაგალითად red pill-ები, რომლებიც იძახიან რომ მოიჭერით ორგანოები, რომლებიც გეხმარება რომ შვილი გააჩინო და ყოველთვის იყავით რაღაცა 1000 გოგოსთან და მოკლედ ასე შემდეგ. ამიტომაც ხო რა, დღეისათვის სულ ეს იყო პრინციპში, ეხლა ამ ხიდან გამოვიხმ ტელეფონს. თუ გინდათ რომ ნახოთ, მოიცა. რაღაცა აქ იყო ტელეფონი. მაგრამ ხო რა, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ კარგად ახსენე ყველაფერი და თუ white pill-ის იდეაც ასევე მოგეწონათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან შემოხვიდეთ ჩემს Discord server-ზე და იქვე განვიხილავთ ყველაფერს. მაგრამ ეხლა უნდა წავიდე, ესეც დიდი ვიდეო გამოვიდა ძალიან და ხო, წარმატებები ყველას და დროებით.